ყოლა შენი აემ რემონტით თვინ და ხმაურებით უნდა დაგანაყო ერთხელ. Reagina შენაემნი ვაითა ბენზინს აკარავ? აბუეტო, კაპოტში ბენზინ რა უნდა? მაზეცა. ნეტა არასრაკუნებდა. გაგასრაკუნებ მეშა, რასაც ხაკუნებ, მაგრამ რაგინა ემნივის გადა. რა ვაჩხაკუნებ და უჩხაკუნებ იქნება გავაკეთო როგორ. გიჟო, აი მაი ტოლია ჩვეღა გააკეთებ, შენ რა უნდა გააკეთო. მაგათი აწყობილი მე თავიდანვე არ მომწონდა. მე გავაკეთებ კარგა. გააკეთე, კაცო. რა პრობლემაა, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ აი ეს არის ჩემი მანქანა, გაიგე საბოლოო ჯამში. ჯო, შენი იყო ვინ გართმევს, მაგრამ თუ გავაკეთე ცოტა ხან მათხოვეთ, ყვილად არ გიგდია მაინც. გიო, მაგრე ყვილად დედა შეიცა ქაიდა. წაიყვანი მამაშორი ადამიანი არა ხარ. ჯო, მე რამდენი ცოლიღა მოიყვანო აი ამ ტრეილერი ძმაო, ვეღარ გამიგია. იქნება და ეგ ამთარცამ. ცოტა ხან მათხოვე და აი მით მოიყვანი გოგოი. სხვა რამე როცადუთი თუ. სხვა რა ვცადო, ზურგზე ხო არ შევიცვამ და ეგრე ხო არ წამოიღო. სულ თავზე გასხედა მთელი ცოლები და ერთხელ ზურგზე მაისვი. ნუ გაიწუწკდი შენა რა. გავაკეთებ და მათხოვე ცოტა ხან. ვიჯო. ამი წინა ცოლი რომ აიყვანე შენა. ხო. კასტუმი რო გათხოვე. ხო. რა თარ მოგაქ შეშობენ ძაღლო ე კასტუმი, ჰა? რა თარმა მაქვს წინა ცოლი ძმები მამივარდნენ ქორწილში და ზედ ჩამამახია ის კასტუმი. აბა როგორ გამოგიტანო? ეხლაც რომ მოგივარდნენ და გამოგაბა ნივაზე და ბაკურში ხემდე გათრიო, დავკარგო ნივა. ნეტა არით არსებოდე შენა რა. არა, არ მოიშლი ნერვებს, მართალი ხარ. ვიქნებია ეგრე, ნერვე მოუშლათა. შენ ამაი, მაინც ვერ გააკეთე. აჰა, ისევით არსება რა. შენი. წავალ ხლა ყოლა უნდა ვაგინო, ბიჭო, შახრაგული ვერ წამოვწოლილ ვარ, გიჟია ეს ჩემისა. ყოლა! ой! ნე და რამდენს დააკისრებს იმ უბედურ გოგიტას სასამართლო? რაში მაინტერესებს მამა ჩემის და ბიძა ჩემის მტერს რამდენს დააკისრებს სასამართლო? შენ აქციე მტრათა თორე მოყრობა უნდა და მაგ ბიჭსა. და შენ რო ვინმე მსაღიკვილი სამოღებაზე გიჩივლოს, მოგადგეს ის გოგიტა და დაგიჭიროს, მაგრე ილაპარაკებ? საღიკვილი შვილო ადრე თუ გვიან ფუჭდება. როდის ამოიღებ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან დემაგოგი ხარ ბებორა. ისე მეც მაინტერესებს რამდენს დააკისრებენ. შენ რა იყო? ხო შეგიყვარდა გო? ჩემი ყვარდა არა ის არის სიტყვი ხოლმე რა. რამდენიც არ უნდა დააკისროს. სადაკ მაგ უბედურს მაგ ჯიბე გამოხეულსა. მაგას არ აქვს მამამის იმოდენა მამულები აქვს რომ ერთი ორს გაყიდის და გაისტუმრებს ხო? რას ამბობ გოგო? ეგ თუ იცოდი, ეთო რატო არ გავაყოლეთ ცოლა და ძალიან ხო არ წაჭამეთ თქვენ ისევ ტვინი, ჰა? დაიწყეთ თავიდან. თუ ეგრე მოგწონთ გოგიტა, მამამის გაყევის შენა და პაპამის კიდე შენა და დაიყავით ის ადგილმამულები. ყველაფერი ფულზე რატო დაგყავთ ხალხო? მე შვილო, შენ რო გაიზრდები, რო დაბრძენდები, შენცა ყველაფერს ფულზე დაიყვან. ხო, მარა ვერ მოესწრები. შენ სიბერეს საიდან მოვესწრები შვილო, ჩემი გოგია, იქამდე გამაჩერებს. კაბის კალთაზე უკვე მეჭიდება ესო ხერი ესა. ой, რა იქინ, თედო? კიდე ვერ გააკეთე? არა ძმაო, არაფერი არ გამოვა ამისგან. ისე ტრეილერით მოგიწევს მოყვანა. რა ვქნა? ვინიტაჯიკა ხო არ გათხოვ, გიჟო? არა იყო, ნუ შეიწუხდები. მე რა შევწუხდები? რო აგი ჩემებია მამყავ რა. დელაპარაკე ფირუზას. აბა სად დაველაპარაკებოდი, ვნახე ერო. ისე გუშინ შეხოი ნახე, რამე ხო არ უთქვია ჩემს. თქვა, როგორ არა თქვა. რაო? მაგას უნდა ატყუებ ახლა. რა წოჯო, რას გატყვე, მაგ სანახაობა იგამოვტოვე. არა, მართლა მითხარ, მაიტა რა. ჩემზე შეიძლება არა, მაგრამ ნინოზე რა თქვა? თქვა, ო, როგორ არა თქვა. რაო? ჩემი გოგო ადვოკატიო. ხო.
ხო და ამაი უყურე რა, აი რა დღეშია, რა დღეში. ხო და იმაი გეუნებოდიო, ჩემი გოგო ადვოკატია, უკაიგი. ხო და არც პროკურორო და არც კიდევ კრიმინალ არ გავატანო. ესე იგი მე არ მეხება ეგა ძმაო. ეი, აბუეტუ, შეთანეთათ არ ეგდე ციხეში, როგორ გეხება? ეი, მაგრამ ნელსონ მანდელაც იჯდა ძმაო ციხეში და კრიმინალი იყო? კრიმინალი თუ არ იყო, უსაქაბური ხო იყო, ჰა? 27 წელი რო კაცი ციხეში იჯდები და არაფერ საქმე არ გააკეთებს. უსაქაბური კრიმინალი გამოდიხარ, მაგრამ შეიძლება გამოდიხარ, ჰა? ბიჭო, ნეტა შოფრობაიდან როგორ არის ეგა, ჰა? ბოლო კოლეგიალობა მაინც ხო უნდა იცი, ძმაო პატივი. ბიჭო, რო გეუნები, თუ არ აგაკეთებთ მე თავში. სატრაქტორი და სატრაილერის შოფერი. თქვენა სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობთ, ძმაო. არ ვიცი, ძმაო, მოკლედ სასწრაფოდ არის მაგასთან დაცალაპარაკებელი რა. რავი. მე გეუნები, იმაი ტრაქტორი გადატერილი ხავ. ეგრე თქვა, ვინ ჩემ გოგოი თით დაადებსო, გადავარ, გადმოვარო ზედაო. ეი, ეგე ის ცოტა ჭკვიანად ეგდოი თორე თუ დავეცი ხელი ლაფშინათ რო კუკლაი დავამგვანები წოდე. მე კი სეირ უყურებ და ერთფერი კარგიცა თქვენი რა. აი ნახამ. ეხლა კაცო დროზე დალიეთ ეს ჩაი მე სხვა საქმეც ამაგალე მეავითმაი ადვოკატმა ნინომა თუ რა ეთქვა გამოუტანე განაჩენი დაქლეულ გოგიტასა გაბარავი საჩივარი შეტანილია საქმე განხილულია დღეს უნდა გაირკვე გირაო თანხა რამდენი იქნება მე მაგის ძალად შერლოკ ჰოლმსი დედარო ვატირე მაგის და მე მაგაი ვიძახი რა თანხას დააკისრებენ ხო უნდა ვიცოდეთ არა რა თანხაც არ უნდა დააკისრონ მთლიანი თანხა ჩემია რათა ქალო რათა აი გამაგებინე ერთი პაპა ჩემი განძიფული თაგირაო გადახდილი გაიგე და მე ხლა მე დავება რაღაცასა სამართალია კაცო იკაი კაცი პაპა ჩემი კუდარი უნდა იყო და ეს კიდენა ცოცხალი მოკლეთა რაც გადაიხადებული იმ ფულაირებ შენა თანარჩენი კიდე ოჯახში დარჩება ოჯახი კიდე მე ვარ მე არა ვარ ო შენ წახარ ცოტაო და მე ნი ამ ოჯახში არა ვარ და ჩემი ნინო კიდე ეგეც ხომალი ამ ოჯახის წევრი უნდა გახდე თუ რაღაცა დაგიშავე მე მოინა მიმალა ვიჯო მაშინ მოუმატოს კაცო გირაოს ფულსა და განაჩენის ფულსა 1-20,000 ნეტა წინასწარ არა ეკაკანებდეთ კაცო იქნება და სასამართლო სულ 20 ლარს აკიცრებს მაგაზე ჩუბობთ და აიცათ ჯერ არგინა ჯაჯღაინდა გამაიტანეთ ჭაჭა გაიგე და დაგიტყებებით აქ ლოთი ეს ლოთი ათი შედინა ნინო ხო და ეხლა შენა თქვი თედო და ინდური მუსიკა დაიწყება მერე ნეტა გაიწყვეტამდე ეგ მაგ ხმას არა ნინო მობძან დაბძანდი გინეცვალე მარო გინეცვალე საშაქრეში შაქარი ჩაუმატე ყავას ხო დალიო გენეცვალე ჩაის ნაო აბა ხო ისა კარგი ამბავი მაქვს ო დანასკარ გირაოს თანხა უკვე ცნობილია ეგ არის ძალიან შენიერი დაგტოვეთ ახლა კაცო ყველამა და დავილაპარაკეთ მე და ჩემი ადვოკატი კაც ჩემ სათქმელსა შენ რა თამბობ აეხლა სულ ყველანი გადით აქედან და დამტოვით ამ ჩემ ნინოსთანა მე უყურე ერთი მე რა ეგ როგორც ქალბატონი ადვოკატი იტყვი იგრე გავაკეთებთ ხო მიხოძია ეხლა რადგან თანხა ეხება ქალბატონი ეთერის მიერ წინა პროცესებზე დახარჯული თანხის შევსებას ჯობია რომ მე და ეთერადეიდამ გავისაუბროთ მარტო მეც გავიდე გოგო შენ პირველ რიგში გეუნები რა შაკროლები არიან ესე და წავედი მე მანქანა მაინც გავაკეთე და სიქიდან, ჰა? მაბი,
არი ოღირსი რომ მეგინებინა, მაგრამ ბიჭო დავიბენი მართალი ხარ, განა არა ხარ. ეხლა გავალ მაგათა ო დევეტიო რა, გუგო, ჩემი საღინდან გამომაგდეს მეორე ოთახში, როგორ დევეტიო? საძინებელში გამოგაგდეს, ქუჩაში ხო არ გამოგდიხარ, კაცო, შენ რაღა მოგივიდა, ხო? ვიყავ ცოტა ხანი ეკო და აცოდი იმხავს ლაპარაკი, კაცო. შუბერ ძაღლო შენა, საძინებელში როცა გეპატიჟები, მაშინ ხამაგა აქვს ჩაგდებული და ეხლა კიდე რეებს ალაპარაკობ. ხო და დაეცა რა, მამი, იქნება მართლა ცალკე ჯობია ლაპარაკი, აბა. არაფერი არა ჯობია, კაცო. ჯობია არა ისა კიდე. ეგა გეუბნები, შენ აი უარესი ჩანს გაიგე ეთერაზე ეგ შენი ნინო. უცანაური ვიღაცა, მე მგონი პრობლემები გვემატება და გვემატება. ეხლა მაილაპარაკებენ ბევრი ფული უთხრათო მემრეის მაითხოვს ბევრ ფულსა და გაიგე და არ შეეთქვან მართალი მე მაგათი კარგი. მე არა მგონია რომ ეხლა ნინო ეგეთი გოგო იყო. არა. იდე კაი ეთერა რო არა გონია, ამაზეც დიდი მადლობა. რა გონია შეხედე გოგო შეხედე რო იყურება თვალებში აგე რა იქე დოლარი კურსი აწერია ზედამახშობელ ძახს ამაგასა მე ხო და ეგეთი გოგო გამოადგება ზუსტად ბიძაჩებსა ძლივს არის შოვა ეგეთი გოგო ბებოს რომ მოეწონება აი გენაცვალი კაცო აი მარჩევა დარჩევაში ნახევარი ქვეყანა ამახშობელ ძაღლო მაგან კარგი მართლა რა ო გავალთ ეხლა კაცო გავალთ 5 წუთში და გავიგებთ ყველაფერს კარგით ეხლა ეთერა სამია ეგა ეთერა სამი ეთერა ორი ვიღარ ეგე შენი გამოჩეკილი მამაი როგორ ლაპარაკება ვერ ხედა მოდი შპობი შენთან მოკლედ სასამართლო განაჩენი უკვე გამოიტანა და გოგიტას უკვე დაეკისრა გარკვეული თანხა. ხო? ხო. ეს კარგია. რამდენი? ხლა რამდენი? სანამ თანხას გეტყოდეთ, მანამდე მინდა რომ ჩემ პროცენტზე შევთანხმდეთ. ეხლა მოგეხსენებათ, თანხის რაოდენობიდან გამომდინარე, ადამიანს უფრო უჭირს მერე ფულის ნაწილის დათმობა. არა, ადამიანის ბუნებაა ეგრე მოწყობილი, მე კი არ ვიგონებ. 10 ლარის ნაწილს იოლად დათმობს. მილიონისას კიდე ვერა. შენ უმასწავლი მაგას ძალიან კარგად ვიცი. რამდენი გინდა შენა? 25. 25 ბევრია. ბევრი როგორ არის? 75% თქვენ აგრჩებათ. თანაცა მე რო არა ვყოფილიყავი თქვენ აზრადაც არ მოგივიდოდათ რომ გოგიტასთვის გეჩივლათ, ხო? მართალი ხარ. გეთანხმები. თანაცა ჩემი თეოდორეს ხო გიყვარს და თუ გიყვარს 10%-ით საკმარისი იქნება. თქვენი თეოდორე კარგი კაცია. მაგრამ 25%-ს ფეხი არ მოეცვლება. ჩემს ოჯახში ძლად რო შემოხვალ, მაინც აქ არ უნდა შემაიტანო ის ფული. მე ეგრე წინასწარ არ ვიცით რა და როგორ იქნება. აბა ყველაფერი უფლისნება. მარტო უფლის ნებაზე ვერ ვიქნებით. ამ ოჯახში ყველაფერს აი მე ვწყვეტავ. ხო, ამ ოჯახში კი. მაგრამ მე რომ ოჯახში შევალ, იქ ეგრე ვერ იქნება. ხო. ყოჩაღი გოგო ჩანხარ. იყოს 20%. 20? ხო, კარგი, იყოს 20%. თქვენი ხათრით, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი. ეხლაც არ მეტყვი რა თანხაზია საუბარი. გეტყვით, როგორ არ გეტყვით. აი მე რამდენი ნულებია? ოლიმპიადის რგოლები მგონია? маш
აღარც ზეთ. თედო გაუბარჯოს, აბა როგორ ახარ? რა შვი, მანქანას აკეთებ? არა, კამპოტებს ავდგამში გა. ჩაკი. ეხლა რო დაიქოქოს ხო გამო. ყოლა, მაიტა შამწყდი ღილივით არა მაქვს შენი ნერვები რა. რა იყო რა ხასიათზე ხარ ეთერად ბიჭო, ჰა? ისე რაკენი, ფირუზა გოგოთან დალბე ურთიერთობას უღარივითა? ოხერო. შენ საიდან იცი? აჰა, დილა მე და მიხორო ლაპარაკობდი. რა გინდა შეშობელძაღლო, რა გვისმელ მამლუქის შპიონი თვინ დაგვანებე თავი, კაცო? მაყურებზე ხერ ხო რა ვიფარებდი, კაცო, ვერ გავიგე. მესმოდა და, რა გავაკეთე? ახ, ის სადღაც წავი. ისე შენ თვითონ ორი ამბავი მაქვს. ერთი კარგი და ერთი ცუდი. რომლით დავიწყო? კარგით. კარგი ხარ ცუც რატო იყოდი რა? ესე იგივე ფირუზაზე დიდი ამაგი მაგ ძმა ვაკეთებული. მაგრა უყარვარ მაგაცა და თუ გინდა მიგეგზავნები. არ ამჯერა ეგა. რა თქმა ორ მაგათ არ ამჯერა. ერთი იმით თვინ რომ ფირუზა ვინმე უყვარს და მეორე კიდე შენ რო უყვარ ხარ ვინმე. შენ მაგი ტრაქტორი ნანახი გაქვს. მაგი ტრაქტორი სულ ჩემი მოპარული ნაწილებით არის აწყობილი. ყიდანში გადამაგზავნი და ხოლმე მეურნეობაში. დაახსნიდი ტრაქტორების ნაწილებსა. მე თვითონ ყიდანელებს ყიდა ისევ ნაწილები ბიჭო. პატარა გამორჩენა მეც ამქონდა იქიდან. მაშ რაც არ ვიყვარები რა. აი მნივასაც შენ ხო არა მაცალე ნაწილები. არა კაცო რას ლაპარაკობ, როდის იყო ნივი ნაწილები ტრაქტორზე მიდიოდა. კარგი გავიგე ეგა და აბა მეორე ცუდი ამბავი რაღა. შაბათ რო უნდა გვიქეიფა ხო გახსოვს? ხო. ვეღარ ავქეიფოთ. რა მოხდა? რა მოხდა და გუშინ წინა მაცივარი გამიფუჭდა მაგი დედავატირე ის დარჩენილი აჯაფსა და სუ გაყროლდა რა. მაიტა ერთი რაზვადნოი კლუჩიდე ვეგემა და მამაწოდე რა. რა თქიდა რაზვადნოი კლუჩიკას. რა თმინდა და უნდა დაგცხო ეგემა ბეჭებში აჯაფს სანდალი აღარ ახსენო მეთქი კაცო. აი ხო, აი კაცო რა იყო. რა ვქნა ხო არ მიგეგზავნო ფირუზათან. არ მინდა არაფერი შენი დამაცა ჯერ მე დამაცა და თუ არ გამოიდა მე რემიდი. ხო, თუ რაღაცა ხო იცი შენ გვერდზე ვარ ძმაო, აქა ვარ, აბა. კარგად იგავით ედო. მაგათ იგავით. ცილდი კარგი დამანა. გელა. დადე ბიჭო ეგ არასე მაგას. მე მომეცი კაცო. განა ეს რა გამოდის? 20,000 არა, განა ესა სამართლიანია. ხო, ეთერა დეიდა. ხო, ძალიან უსამართლობა, აი ძალიან უსამართლობა. თქვენ 80,000 მიგაქვთ, ვაიმე. იმიტომაც შევთანხმდით თავიდან პროცენტზე. გენდეთ და ხელშეკრულება არ გაგიფორმეთ. კარგია რომ მენდე და მეც გენდე. მადლობა. მოვჭეთ ახლა ვაჭრობის თემებს. მოვჭეთ ხო? მართლა გამოადგები ჩემ თედოსა. მე კი გამოვადგები, მაგრამ ის თუ გამომადგება. მე კოპიო მე. აი ერთი კოზი შაქარი უნდა დაგიმატო. ალალი იყოს ეს ტკბილი ჩაი და 20,000. შენი და თედოს ქონება რამ გაყო შვილო? ვერ გავიგე? რა ვერ გაიგე? შენისთან არ ძალსა მთელი ცხოვრება ვნატრობ. ეგ გავიგე ხო? მაგრამ ჩემს ნაშოვ ფულთან თედორა შუაშია? შვილო, მამის მინე აქეთა. ჯერ არაფერ შუაში არ არის, მაგრამ თუ გადაწყდა და ერთად იქნებით, მერე ხო იქნება შუაში. მერე თედოს ვალდებულება იქნება ოჯახი არჩინოს. მე კიდე ჩემს შემოსავალს მე თვითონ განკარგავ. ჩაი დაგიმატო? არა, მადლობა. წავალ მე. კარგი გინეცვალე. წადი. თედო გარეთ არის, მანქანას აკეთებს და ის გაგაცილებს. კარგი, აბა, ნახვამდის. მე ეს ვინ არის? ახლებია ყენია. კოლავ! ბიჭო კოლავ! ჰო! ოდი მე ხირე თუთი აქ. ბადარ ვიყავი კაცო.
მოდი ვილაპარაკო. ბაბა დაჯი აბა იქნება დამა ქოქინო. შევხედო დენი მოდის თუ არა. ახაგასაკი. იარა ჩემი. მეტა ეს დაიქოქებოდე და ერთი ორნი ბაკი ჩემზე იყო ბენზინი რა. გასაგები კი არის, მაგრამ საჩი ვარ, ბაბა. გითხრა? კაი, ხო, ბიჭო, კაი. აბა გადაეკა მიდი. აბა, არა შრევა აზრი არა აქვს რა. ისე ბიჭო. ჯუგანელი როა მურთაზა. ო, მაგასაც ნივაკამდა. ხო არ შავხსნა ნაწილები, ჰა? რა სამო რა, აბუეტო. პირობითი თავართ გამოშვებულები შენცა და მეცა. ამ ნივას არ ამ ხელა ტრაილერი პატრონს. რა გენივება ბიჭო, შაეშვი რა დაანები რა თავი რა. რა ვიცი. ჰეგო. ო. ეხლავე. შამჩნია, ფეხებზე არა კიდია ნივა. აბა როგორ ახარ? მიგრიყვაიდო. ოხერი ხარ, ოხერი. დამაცა ბიჭო ადამიანთან ლაპარაკი რა მოგივიდა კაცო? კაი, ხო. კლიენტზე ინფორმაცია სრულიად კონფიდენციალურია. ვერ გითხრა ადვოკატურათა. ფირუზას გოგო. შენ ამ თავარია თანხმობა უთხარი მაგ საქმეზე და დანარჩენი მაგა. კარგი ბიჭო რა გაიხდი? გაიცი მამცილდი თავიდან დამაცა ადამიანთან ლაპარაკი ვა. მოიცა კაცო ცოტა მომასმენინე წავალ, მას ვახო არ ვიქნები მაგი დედავატირე. ნირო შვილო, ისე მამა შენი როგორ. ბიჭო რა იყო რა მოგივიდა? თუ ეგრე გენატერება მამამისი მიდი და შენ თვითონ აიკითხე. შენი ძმა კაცი არ არის? ვაიმე, კარგად არის, კარგად. ო, კაი მაშინ აბა წავედი მე, კარგად იგავით. გაიცი მამცილდი რა თავიდან. აბა რა ჩვენ დაეთე რომ დაეპარიატდით. კი, ყველაფერი მოვაგვარეთ. ეხლა ჭკვიანი ქარია დედა შენი გაგებული ჩემსავით. ღმერთო მაღალო რამესმის ხალხო. თო რა იყო? არა ფერი. წავა მაშინ გაგაცილებ. არა რა გაცილება მინდა. ო, შენ არ გინდა მაგაი უნდა. ვაი. ამაცილეთ მაიცა ბიჭო. თუ როგორ იყურება. აბა ძინა თირკონაში კენჭის გავლა რომ ქონა, მაშინ არ ქონდა ეგეთი ბედნიერი სახე ამ ჩემს შესაძლოა. ვითი. გითხრე რამე ფულზე, რამდენ სიხდის? ყველაფერი კარგად იქნება. ხო. ეგ მეც ვიცი, მაგრამ იქნება და კონკრეტულად ქალბატონო რა ფულზეა მეთქი საუბარი. მე მგონია გასაგებად ავთქვი რომ ყველაფერი კარგად იქნება მეთქი. გავიგე მეთქი, მაგრამ მე მგონი რომ აი ნივი კარდანი არ ასდება ბეჭებში ჩემგანა. აცადი ადამიანს, კაცო. თქვა რომ ყველაფერი კარგად იქნებაო. მოდამეც აინტერესებს, კაცო, მარტო მაგი თვინ იქნება კარგად თუ მეც ვიმართები წელში. მიხო კარგად იყოს და მართლა რა თანხაზია საუბარი დედა? ამას თუ არ უცხარი. შენ რა თუნდა გითხრა? შენ რა ამაზე მეტი ჭკვა გააქვს? არც მე მეტყვი ბებო. ვიმე შეკი გინაცვალოს ბებო, შენ როგორ არ გეტყვი, მაგრამ ესენიც ხო გაიგებენ, ჰა? მაინტერესებდა რას მეტყოდი. კარგი არ მითხრა. იცი რა უნდა გითხრა შვილო? მამა შენს უთხარი რომ თავი დამანებოს, გაიგე? ხო დასვენება მინდა დაღლილი ვარ. მამი გაიგე ბებო რა გითხრა? კარგად გავიგე. ეხლა რომ შავალ ეხლა იქ საძინებელში და მოგინგრე მაგ შენკვილის იმასა ოთახსა. მე რა ნახავ შენ? და რო დაგიჭერენ არა? მერე პაპა შენმა გადაგიხადოს გირაო. მოდი რა, ნუ ვიჩხუბებთ. ჩაი დავლიოთ. გაჭკბიდა. ჩაი არა ისა. შეიძლება მე სტომატოლოგობას დავანებო კიდეც თავი. აი დედამოვა, ამაი დიდი ოდენობით ფული ახეული გოგიტაზე. მიყური ახლა შავი ბარტყივით.
ძლივარ მოვიცილე ეს ჩემი საისა. აი როგორი ჩხუბის ხმა გამოდის დაახოც ეს ერთმანეთი ფულის გამო. აი რა ვქნა. ეგეთები არიან ეგენი. აი მე სხვანაირი კაცი ვარ. ჩემი ოჯახის სამყოფ ფულ ყოველთვის ვიშვი. ხო? ხო. ეხლა რატო არ ამუშაობ? ჯერ სხვა საკითხზე ვმუშაობ. ეხლა ვფიქრობ, შენი გული როგორ მოვიგო და გაგაბედნიერო. წავალ ჯერ ფირუზას ავკითხავ და თუ არ ითქვა, მემრე მოგიტაცებ. მე ტრაილერზე გეკითხები. ტრაილერზე? ხო. ტურბინა აქვს გაფუჭებული. ხო? პირდაპირზე დასვი მერე. არა ეგრე ფარსონკებს გააფუჭებს არ გინდა. რა სამო გოგო? საიდან იცი შენეგენი? ტრაქტორისტის გოგო რო ვარ ხო არ გავიწყდება. ისაო და ხო. მოგიტაცებო მართალი თქვი? ხო. ხო. და ადვოკატით რო ვარ ეგეც ხო არ გავიწყდება. ვერა ხედა ამ გოგიტას რამხელა ფული მოვატანინე ძალადობაზე. მერე ხო ურთიერთშეთანხმებული ძალადობა იქნება. წამო გაგაცილებ წამო. მიცობა. მოკლედ ეგ არის. გადაწყვეტილია რა. ცოლი მომყავ, ცოლი. დედი, დამლოცე დედი. ხო, მშვიდობა გაქვს, ბიჭო. დედი, ცოლი მომყავ მეთქი, გალო. რა უნახავი ვით იქცევი? პირველად მოყავს თუ რა? შეიძლება ვიკითხო. ხო. ეგ ფირუზა გოგო, ჩემს სახში მოყავ. რა მთავარია მამდევს და რა მნიშვნელობა აქვს სად მოიყვანა? ფირუზა გატანს? მე ველაპარაკები ფირუზასა. არა იყო, ნუ შეიწუხდები. არ არის საჭირო შენი დალაპარაკება. არა! მე ველაპარაკები კაკარას მაგასა რა. თუ ჩემს სახში მოყავ, რომ აქ არ გამოგატანოს ჩემსა, გაიგე შენა. დაანებე რა მამი თავი. ჩემ ოთახს დავუთმობ დროებით. მე მაინც თბილისში მივდივარ სამსახური მეწყება. ეთო შვილო, იქნება დედა შენსაც უყო რამე სამსახური თორე. აი ბაბო შენმა ეთერამ რომ აინდომოს გათხოვება, მე და დედა შენი შავძურებით უკვე აღარ ვიცი. ჩემი ოთახია და ვუთმობ. შენ არავინ არ შემოგივარდება იქა. შემოვარდნილი არ არის შევირი შვილო, საძინებელში გამიხსნა კბილი კლინიკა. თარო დაგიჩემებია ერთი ვერ გავიდე რა. ჩემი ოთახიო. ის შენი ოთახი ჩემს სახში არ არის. აი ხლა ნელა ვბრაზდები. ვიღეთ, უნდა მაგინიბინოს, კარგი. ალო. მელი ხარ? ფირუ შენა ხარ? მე მგონი ვიღაცას მე ვიჯიგარი. და როგორც გული მიგზნობს თქვენცა. უი მე შენ კი გაგისყდეს გული, აჰა. გულიც გაგისყდეს და პრომანაცრავიცა, ეგ გადაგჭა შედაკაცაკი. მიხო და მარო. იო, შენა, რა ძალიან ჩაიხუიე ნინოს გათხოვებაზე, ჰა? ამშვიდი ვირუს. აი ყო შენ თავხილში. ვაიმე მიხო, ვაიმე. მიხოდა ეს რა. ო, აბა, საწყალსა. ცხელზე და ცივზე ერთნაირი რეაქცია გააქვთ? ო, ცხელზეც პკივა და ცივზეცა. აბა და ნელა ჩამანგრია. დიდი შალი, ყველა კვილია მაიღეთ არაფერ არ გამოართებინებ. მე მაინცა მეშინია ფირუზასი. რამე არ დამართოს ამ ჩემი თეთრი პურით გაზრდისა და უძლო ხორცე გაზრდით თეოდორეს. ჩემ ოჯახში ჯერ ჩემი ტურფა შემოვა და არავინ არ გავა. გასაგებია. არ მამიდო მესაკა. გასაგებია?